ჩვენი ორგანიზაცია შრომქალთა ალიანსი ყოველ ჯერზე ცდილობდა რაღაც ახლის შექმნას იმისთვის, რომ თანასწორობა გვეგრძნოს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე ადამიანებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ჟესტური ენის სკოლის შექმნა. ჟესტური ენის კურსებზე მოვედი ძალიან დიდი დაინტერესებით, იმიტომ რომ დიდი ხანია მინდოდა ამის შესწავლა. დამხვდა ძალიან მეგობრული, ძალიან ინტერაქტიული გარემო, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, გავიცანი ბევრი ახალი ადამიანის საინტერესო ცნობები მივიღე, ბევრი და რაც მთავარია, რაც მინდოდა ამ თემთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების, მათი პრობლემების გაგება და რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად მათი ამ პრობლემების გაჟღერება. მე ვიყავი ავსტრიაში რაღაც პერიოდი და ქართველი ადამიანი შემხვდა, რომელიც ჟესტური ენით სარგებლობდა და მომიწია მასთან კომუნიკაცია, უნდა მეთარგმნა მისთვის რაღაცები. და მე არ ვიცოდი ჟესტური ენა, ამიტომ წერდი და უფრო რთული იყო და უფრო გაწელილი ჩვენი კომუნიკაცია. მე ბათუმში რომ აღმოჩნდა რომ ჟესტური ენის კურსებს ატარებენ, ძალიან გამიხარდა რომ შევძლებ ამ ადამიანთან მეგობრულად უფრო ღრმა ურთიერთობა მქონდეს რა, მინიმუმ 1000-სთან მაინც დავახლოვდებოდი და მასთან ერთად სხვა ადამიანებთან შევძლებდი კომუნიკაციას. ჩემი მომავალი პროფესია არის პედაგოგიკა. სკოლის პერიოდში, როდესაც უკვე ბავშვებთან მომიწია შეხება, აღმოვაჩინე ისიც, რომ თურმე ძალიან ბევრი ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა მოჩნდა, რომელიც ჟესტურად მეტყველებს და საუბრობს. ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მათთან უფრო მეტად დავახლოვებულიყავი და მეტი სიახლეები გამეცნო მათგან, თუ რა პრობლემებს აწყდებიან და ასე შემდეგ. ჟესტური ენის სწავლა მინდოდა დიდი ხანია და მომეცი საშუალება სწორედ ამ ცენტრის დახმარებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ სმენა დაქვეითებულ ხალხთან კომუნიკაცია, რადგან უფრო თანასწორობა იქნება და უფრო კარგი იქნება და ჟესტური ენის სწავლა არა მარტო ცოდნის დაგროვება, არამედ სოლიდარობა და თანადგომაც არის. სკოლებში ნაკლებად თუ შევხვდებით მასწავლებელს, რომელიც ფლობს ჟესტურ ენას და რა თქმა უნდა, ანუ ოჯახებისთვის ძალიან რთულია ან ქუთაისში ან თბილისში გაგზავნა ბავშვის და ამიტომ ვფიქრობთ ჩვენი სკოლა გარდა იმისა, რომ უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის იყოს საინტერესო, ასევე ოჯახის წევრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შევხვდებით ჩვენ ოჯახებს, სადაც ცხოვრობს სმენის არ მქონე ადამიანი, თუმცა ოჯახის წევრები ვერ ფლობენ ჟესტურ ენას. ჟესტურ ენაში ყველაზე მნიშვნელოვანია პრაქტიკა და ეს პრაქტიკა გქონდა ერთმანეთთან, გამოცდების დროს ვიწვევდით ამ თემის წარმომადგენლებს და ისინი ამოწმებდნენ, რამდენად კვალიფიციური ვიყავით ამაში. ჟესტური ენა ჩემთვის ასოცირდება თვით გამოხატვასთან, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქვს თუ არა ვერბალურად საუბრის უნარი თუ არა გამოხატოს თავის ჟესტურში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ენაში. ამ შემთხვევაში ეს ქართული ჟესტური ენაა და პლუს ორმაგი თვით გამოხატვის უნარი გაქვს ქართულ ენაზე რა, გარდა ვერბალურისა, ასევე ჟესტური. საგაგოთლო პროცესში ჩვენთან მოვიდნენ პატარა ბავშვები და დასაწყისისთვის ცოტა ცივად გვეპყრობოდნენ, გვერდით იყვნენ, მაგრამ ოდესაც დაინახეს, რომ უკვე ჩვენაც ჟესტურად დაველაპარაკეთ და მიხვდნენ, რომ ჩვენაც შეგვიძლია საუბარი და უფრო რაღაც მხრივ სიახლოვე იგრძნეს, შემდეგ უკვე დაგვიახლოვდნენ, გვეთამაშეს, ცდილობდნენ უკვე რაღაცის თქმას და ასე შემდეგ. ჟესტური ენის შესწავლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, რადგან ერთმანეთში ვსაუბრობდით მეგობრები ჩვენს რაღაცა პირად განცდებზე, რაღაც თავგადასავლებზე, პირობითად ლაშქრობაზე და აი ძალიან საინტერესო იყო, რადგან უფრო აჟიტირებული ვიყავ, იმიტომ რომ მინდოდა თვითონ ამ ენის შესწავლა და ანუ პროცესში უკვე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ყოფილა თან, როცა სმენა დაქვეითებულ ადამიანებთან მიწევდა კომუნიკაცია და მათთან ვამყარებდი ამ კომუნიკაციას, ეს ორმაგად სასიამოვნო იყო ჩემთვის. ჟესტური ენის შესწავლა, ამინაიდან რომ კლინიკებშიც ხშირად მიწევს ყოფნა და ვაკვირდები, რომ აი ჯანდაცვის პერსონალსაც ძალიან უჭირს შესწავლით საუბარი და თითქმის არც იციან და სადაც უნდა მოვხვდეთ ჟესტურად თითქმის ვერავინ ვერ საუბრობს და ფაქტი არის, რომ ის რაც კეთდება დღემდე, ან გაკეთებულა არ არის საკმარისი. ჩემთვის ჟესტური ენა ასოცირდება თანასწორობასთან, ახალ აღმოჩენებთან და მრავალფეროვან შესაძლებლობასთან.